როგორ შევარჩიოთ ფურცელი. დღეს ძალიან მარტივად მოგიყვებით ამ ყოველფრის შესახებ. თუ აკეთებთ უბრალოდ სკეჩს, შეგიძლიათ შეიძინოთ ესეთი ქსეროქსის ფურცლები, რომელიც არის თხელი და სკეჩისთვის ძალიან კარგია. თხელია, მაგრამ ესეთი სწრაფი ჩანახატისთვის ძალიან საკმარისია და მოკლედ ძალიან გამოგადგებათ. თუ უკვე ხატავთ გრაფიკაში, ოღონდ ცოტა ისე, რა ვთქვათ, დაჭრილვას აკეთებთ და ფენებს აკეთებთ ბევრს და ასე შემდეგ. Ლიათ იყიდოთ ესეთი ვატმანის ქაღალდი, რომელიც არის ესეთი დიდი ზომები, ძირითადად A1 ზომა და შეგიძლიათ შემდეგ უკვე თქვენთვის სასურველ ზომებზე დაჭრათ, მაგალითად A4 ან A3. ვატმანის ქაღალდი შეგიძლიათ გუაშის საღებავებისთვისაც გამოიყენოთ, აი ძალიან მარტივად იტანს ეს ფურცელი და ძალიან კარგი არის მოკლედ. თუ ხატავთ აკვარელით, დაგჭირდებათ უკვე აკვარელის ფურცელი, რომელიც არის სქელი და ხაოიანი, ახლა არ ვიცი რამდენად ჩანს კადრში. როგორც იცით, აკვარელი ძალიან წყლიანი საღებავია და რომ არ დაიხეს ფურცელი ხატვის დროს და კარგად აიტანოს ფურცელმა. დამატებითი კითხვები, რა თქმა უნდა მომწეროთ კომენტარებში, ასევე რა გაინტერესებთ ზოგადად ხატვასთან დაკავშირებით, ყველაფერი მომწერეთ და ყველაფერზე გიპასუხებთ.